აფრიკის თასს სენეგალის არმია დაიცავს. ჩემპიონატის შეცვლილი შედეგის შემდეგ სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თასი სამხედრო ბაზაზე წაიღო, სადაც მას შეიარაღებული დაცვა ეყოლება. მწვრთნელის თქმით, ეს არის სიგნალი, რომ სენეგალი თასის დათმობას არ აპირებს. აფრიკის ჩემპიონატის ფინალის შედეგი, რომელიც სენეგალის სასარგებლოდ 1-0 დასრულდა, 2 თვის შემდეგ შეიცვალა და მაროკოს გამარჯვებად ჩაითვალა. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ რეგლამენტის მნიშვნელოვან დარღვევად ჩათვალა სენეგალიელი ფეხბურთელების გადაწყვეტილება, რომ საჯისმიერ დანიშნული პენალტით უკმაყოფილოებს მოედანი პროტესტის ნიშნად დაეტოვებინათ. წონა ჩაბარებულია. 21 მარტს რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას გამართავს. საშუალო წონის ქართველი მებრძოლი ინგლისელ ქრისტიან ლეროი დანკანს მისავე სამშობლოში, ლონდონში დაუპირისპირდება. 37 წლის ქართველს კარიერის განმავლობაში 15 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს დაგროვებული. 30 წლის ქრისტიან დანკანს კი 13 გამარჯვება და 2 მარცხი. ილია თოფურიასა და კრიშტიანო რონალდოს MMA ორგანიზაციაში 3 ქართველი გამართავს ბრძოლას. 28 მარტს დიმიტრი ბარკაია ბარსელონაში იბრძოლებს. 11 აპრილს კი ვალენსიაში ოქტაგონზე გამოვა 21 წლის ზურა ივანიძე, რომელმაც გულშემატკივარს თავი რკენას პირველ ივენზე ნოკაუტით დაამახსოვრა. ამავე ქართზე გამოვა კიდევ ერთი ქართველი, კახა კორთხონჯია. 38 წლის ლიონელ მესი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე. არგენტინელმა გოლი ინტერ მაიამისა და ნეშვილის დაპირისპირებაში მე-7 წუთზე გაიტანა. მესის ჯამში 1042 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 672 გოლი ბარსელონას რიგებში, 115 არგენტინის ნაკრებში, 79 ინტერ მაიამისში, 32 კი პესეჟეში გაიტანა.